მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა ზღვარი და დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარია ფსიქოსარეაბილიტაციო კლინიკა სანამენტეს და ფსიქოთერაპიის ცენტრის პომელის დამფუძნებელი ფსიქიატრი ფსიქოთერაპევტი ქალბატონი ნინო მენაღარიშვილი. ნინო, მოგესალმებით და მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. მოგესალმებით და დიდი მადლობა მოწვევისთვის. დიდი მადლობა პირიქით რომ მობრძანდით, ძალიან წარმატებულად ხართ თქვენ დღეს საქართველოში, ჩვენ სივრცეში, ფსიქოთერაპიულ სივრცეში და საკმაოდ ბევრი ადამიანია თქვენი შრომით და თქვენი მოღვაწეობით კმაყოფილი. ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა ნამდვილად და დღეს ჩვენ ეს გვჭირდება და არა მარტო ჩვენ, მე მგონი არ არსებობს ადამიანი, ვისაც არ ჭირდებოდეს რაღაცის კორექცია, სარგეში ჩახედვა, საკუთარი თავის შესწავლა. და დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა შეეხება ესეთ კლასტერს, ეგრეთ წოდებული ჯგუფს, რომელსაც ქვია მოსაზღვრე მდგომარეობა, რომელიც საერთოდ ნორმა და პათოლოგიის მცნება ხო ერთის ხრი პირობითია და შეთანხმებისამებრარი. და ხშირ შემთხვევაში უმრავლესობა უმცირესობის პრინციპით წყდება და ხშირ შემთხვევაში ეს არის ხოლმე სხვადასხვა გადახედვის, სხვადასხვა შესწავლის შედეგი. როგორც ევროპაში, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებში. და რა ხდება დღეს, აი ბოლო გადახედვით თუნდაც, რა არის ეს მოსაზღვრე მდგომარეობა და რა ტიპის ჯგუფებს ან კლასტერებს მოიცავს თვითონ იგი? მოგესალმებით კიდევ ერთხელ და საკმაოდ საინტერესო და ფართო მასშტაბურ თემას ვეხებით ახლა. რადგან მოსაზღვრე მდგომარეობა, რომელსაც სხვა მხრივ უკაცრავად სხვა მხრივ borderlines ეძახიან. ეს არის შედარებით ახალი დიაგნოსტიკა, როგორც პიროვნული აშლილობის ერთ-ერთი ფორმა. თუ ჩვენ სხვა პათოლოგიებში ვართ ჰიპოკრატეს მემკვიდრეები და იქიდან მიღებული რაღაცა ინფორმაციით მოვდივართ, borderline, ანუ მოსაზღვრე მდგომარეობა არის მე-20 საუკუნის 30-იანი წლებიდან დაახლოებით შტერნმა დაარქვა სახელი, როდესაც თავის საქმიანობას აწარმოებდა, გამოარჩია ადამიანების ჯგუფი და თქვა, რომ ეს ადამიანები პარადოქსულად აზროვნებენ როგორც ნევროზული ტიპის ადამიანები, მაგრამ თერაპიულ პროცესში თუ მედიკამენტოზური მკურნალობის დროს პასუხს იძლევიან როგორც ფსიქოზური ტიპის ადამიანები. და აი ეს ფსიქოანალიზის შემოსვლა მენტალურ ჯანმრთელობაში გამოყო ამ ადამიანების ჯგუფი. დამახასიათებელი და ყველაზე ესეთი დიდი ათვლის წერტილი ნორმას და პათოლოგიას შორის ის რაც თქვენ ახსენეთ არის ალბათ ის რამდენად ეს მდგომარეობა ადამიანს უბიძგებს თვითგანვითარებისკენ, უბიძგებს კარგად ყოფნისკენ, თვით რეალიზებისკენ, თუ ეს მდგომარეობა ანგრევს და დესტრუქციისკენ წაიყვანს. ანუ ათვლის წერტილი ალბათ ეს უნდა იყოს, იმიტომ რომ დღეს აბსოლუტურად გეთანხმებით თუნდაც ფსიქოზური რეგისტრის პათოლოგიებში მაგალითისთვის რო ვთქვათ, ჰალუცინაცია. არავის არ უთქვამს, რომ ჰალუცინაცია არ უნდა იყოს. ჰალუცინაცია არ უნდა იყოს, თუ ეს არის დამანგრეველი, თუ ეს არის დამაკნინებელი, თუ ეს არის იმის ბიძგი, რომ ადამიანმა ცუდი რაღაცა გააკეთოს თავისთვის და სხვისთვის. ერთი საინტერესო შემთხვევა შემიძლია მოგიყვეთ ამასთან დაკავშირებით, ადრე ძალიან დიდი ხნის წინ მყავდა ესეთი ერთი პაციენტი, რომელიც იყო ჩინელი. და დაახლოებით 1 წელი ხვდებოდი, რომ მას ჰქონდა ჰალუცინაცია, მაგრამ არ მიზიარებდა, თითქოს არ მენდობოდა და რაღაც მომენტში ეს ნდობის ურთიერთობა რო დამყარდა, გამანდო, რომ ჰქონდა ჰალუცინაცია. და რო ვკითხე, რომ მე ხვდებოდი ამას, მაგრამ რატომ არ მიზიარებდი? პასუხი იყო შემდეგი, რომ ეს ქალი ჩინეთში არის სხვა კანტონები, სადაც ლაპარაკობენ სხვა დიალექტზე. და ეს ქალი ერთ-ერთი თავისი პროვინციიდან გათხოვდა იმ პროვინციაში, სადაც მანდარინი ეს ყველაზე გავრცელებული ენა და მან მითხრა, რომ
ცუდად რო გავხდი და ჰალუცინაციები დამეწყო, მე ეს მესმოდა ჩემი ბავშვობის დიალექტზე და მახსენებდა დედას და ამიტომ ვიყავი კარგად და რომ მეთქვა მეშინოდა რომ თქვენ მე დამინიშნავდით კურნალობას და გამიქრობდით ამას. ანუ ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ეს არ არის გასაქრობი და ეს არ არის თითის მისანიშნებელი რომ არის რაღაცა რაც არ უნდა იყოს. ჩეხოვის შავი ბერი გამახსენდა. მას ახლახანს თარგმნეს ეს ქართულად. ეს არის ერთი მოხუცი ადამიანი, რომელიც ყოველდღე მიდის სადღაც ბაღში და ბედნიერი ბრუნდება იქიდან და გითხეს რა ხდებაო იმ ბაღშიო და ვიღაცა ბერი მხვდებაო და ძალიან კარგად საუბრობთო ყოველდღე და მაბედნიერებსო. დაინტერესდა ოჯახის ყველა წევრი და მოკლედ რაღაც დევნა გამართეს მასზე. მივიდნენ და უთვალთვალებდნენ, აბა ვინ იყო ეს ბერი, რას ელაპარაკებოდა და აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი თავის თავს ელაპარაკებოდა იმ ბაღში იჯდა სკამზე და იყო ძალიან ბედნიერი. ატყდა ოჯახში რაღაცა ჩოჩქოლი და სასწრაფოდ დააწვინეს ფსიქიატრიულში ეს მოხუცი. დიდხანს მკურნალობდნენ იქ და რო გამოვიდა ძალიან უბედური დადიოდა და ეძებდა იმ შავ ბერს, რომელიც ვეღარასოდეს ვეღარ ნახა და აი ეს ის დილემაა ზოგჯერ, რომელიც ადამიანს აი თქვენ რაც ბრძანეთ, შესაძლებელია ეს მისი სამყაროში და მისი ფუნქციონირებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყოს, თუმცა ალბათ ჩვენ როგორც მაინც ჯანმრთელობის დაცვის და ჯანმრთელობის სპეციალისტები თითქოს ყოველთვის ჯობია აქ და ახლა და დამიწებული იყოს ადამიანი და იყოს იმ რეალობაში, რომელიც მეტნაკლებად არსებობს ჩვენთვის ობიექტურ რეალობაში. თუმცა რა ვიცი, აი მართლაც თქვენი თქმის არ იყოს, არსებობს რაღაც ისეთი, რაც არის ძალიან მისი და აქედან გამომდინარე ამასთან ხელი შეხება თუ ის ფუნქციონირებაში არ უშლის ხელს და თუ ის მას აბედნიერებს. მაშინ რა ვიცი, ხა რაღაც ესეთი უხეში ჩარევა და ბჭყალებში მკურნალობა შეიძლება იყოს ზედმეტი. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნოთ, რომ უმეტეს შემთხვევაში ეს არის დესტრუქციული. ნინო, თქვენ დასაწყისში ახსენეთ ნევროზი და ფსიქოზი და მათ შორის არის ზღვარი გასავლები. ალბათ მაყურებელს ხშირად ესმის ნევროზიც, ხშირად ესმის ფსიქოზიც და თვითონაც უთქვამს, რომ აი ფსიქოზი მაქვს მგონი თუ ნევროზი, ისე რომ ან დეპრესია, ისე რომ ხშირ შემთხვევაში არ უღრმავდება ამას. ხო არ განმარტავდით მათ შორის რა არის ნევროზი, ორი სიტყვით რა არის ფსიქოზი და რა არის განსხვავება მათ შორის და ეს საზღვარი სად გადის კიდევ? ეს რა არის? ხასიათის პათოლოგია, ეს რაიმე რომელიც მოყვება ადამიანს გენეტიკურად, რაზეც ჩვენ საუბრობთ, ბორდერლაინებზე, მოსაზღვრეზე, შეძენილია თუ როგორ უყურებს ამას ფსიქიატრია? ესე იგი, ყველაზე მარტივიანით რო ავხსნათ და არ წავიდეთ მეცნიერულ ახსნაზე იმისთვის, რომ გასაგები იყოს ადამიანებისთვის, ნევროზის და ფსიქოზის და თუნდაც მოსაზღვრე მდგომარეობა, ეს არის ფსიქიკის სტრუქტურა, არქიტექტურა. განსხვავება ნევროზ და ფსიქოს შორის არის, რომ ნევროზული ტიპის ადამიანები, როგორებიც ვართ მე, თქვენ, ვიც ვქმნით საზოგადოებას, ცუდად ყოფნის მიუხედავად იზიარებენ საერთო რეალობას. და აქედან გამომდინარე, რაც არ უნდა ბევრი იყოს, ინტენსიური იყოს ცუდად ყოფნა, ისინი არ გადიან რეალობიდან. ფსიქოზის შემთხვევაში და დაცვით მექანიზმებსაც ხმარობენ, რა თქმა უნდა. აუცილებლად ყველა ხმარობს დაცვით მექანიზმს. აი აქ უკვე ალბათ რომ დამაბნეველი არ იყოს მაყურებლისთვის ძალიან ვერ შევალთ სიღრმეებში, იმიტომ რომ შეიძლება ვიყოთ ნევროზული ტიპის ადამიანები და ჩვენი ფსიქიკამ გააძლიერებული შფოთვის წინააღმდეგ თავი დაიცვას ფსიქოზური მექანიზმებით. თუმცა საყურადღებოა, რომ ეს უნდა გავაზიაროთ, იმიტომ რომ თვითონ სიმპტომატოლოგია არ ნიშნავს დიაგნოზს. სიმპტომატოლოგია აშინებს ადამიანს და ამიტომ ჩერდება და ხშირ შემთხვევაში ეს შეიძლება არც იყოს ის საშიში და არ იყოს გაიგივებული იმასთან, რაც აშინებს. მაგრამ ფსიქოზურ შემთხვევაში, ფსიქოზური რეგისტრის ადამიანები გამწვავების დროს არ იზიარებენ საერთო რეალობას. ანუ
ყველაზე ცუდი და სამწუხარო ის არის, რომ ისინი აგებენ თავიანთ სუბიექტურ რეალობას და საბოლოო ჯამში ამ ქაოსში იკარგებიან და ზუსტად ეს არის მათი ცუდად ყოფნა. რაც შეეხება მოსაზღვრე მდგომარეობას, ის რაზეც ჩვენ საუბრობთ დღეს და ვისაუბრებთ, ეს არის, როგორ გითხრათ, არც ნევროზი და არც ფსიქოზი და მისი ფუნქციონირების პროცესში გამწვავება ზოგჯერ უფრო ნევროზული ტიპის არის და ზოგჯერ უფრო ფსიქოზური ტიპის არის და მთლიანად მიმართულია თვითდესტრუქციაზე. და ვთქვათ, მეც დავამატებ, რომ ფსიქოზი მაინც ეს არის ხლეჩვა პიროვნული და ხლეჩვა ადამიანისა და სამყაროს შორის ხიდების ჩამწრევა, ჩანგრევა, ვერ ახერხებს ადაპტაციური რესურსის გამოყენებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვთქვათ, ალბათ ფსიქოსთან დაკავშირებით ვთქვათ და ეს თქვენად ბრძანეთ ჰალუცინაციებიც არის ერთ-ერთი სიგნალი, რომელთაც შეიძლება ადამიანი დაფიქრდეს, რომ რასთან აქვს საქმე და ძალიან კარგად თქვით, რომ ამის გაზიარება არის უმნიშვნელოვანესი. ჩვენ ხშირად გვაშინებს ჩვენი თავი, ჩვენი ფიქრები, ჩვენი განცდები და ამის გაზიარების გვეშინია, რომ ვინმე არ ჩაგთვალოს, რომ რაღაცა უნდა გაგვიყონ მერე საზოგადოებრივ და ავად ვარ და ამის გამო ძალიან ბევრია დღეს თქვენ ჩემგან არ გესწავლებათ ადამიანი, რომელიც წამლებს არ იღებს და თulis, რომ წამალი არაფრით არ უნდა მიიღოს, ზუსტად იმის გამო, რომ არ არის ის ავად. კიდევ უფრო ცუდია, რომ ფსიქიატრამდეც არ მიდიან და სამწუხაროდ. არა და ეს პრობლემა არის ის პრობლემა, რომელიც არის მოგვარებადი და რომელიც არის მართვადი. ნამდვილად ეს უნდა ვთქვათ. და თვითონ ეს მოსაზღვრე მდგომარეობა, როგორცაც, ადრე ვთქვათ, იყო ლაპარაკი ფსიქოპათიაზე, დღეს აღარ ხმარობენ ამ ტერმინს, იმიტომ რომ ცუდად ჟღერს შეიძლება მაგიტო და ძალიან მნიშვნელოვანია აქ ჩარჩოს და ფრეიმს, ხო, როგორ საუბრობთ, რა სიტყვებით მოვიხსენიებთ იგივე პაციენტს თუ ვთქვათ რაღაც ინვალიდს თუ ავადმყოფს ეს რომ არ იყოს შეურაცხმყოფელი, რომ ეს არის თუ არა ხასიათის პათოლოგია და ეს არის თუ არა მათთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისება, რომელიც არის მეტნაკლებად მყარი, ბავშვობიდან მოყოლებული. და რა ტიპის მოსაზღვრეებს ვიცნობთ დღეს? ეს რა თქმა უნდა ბავშვობიდან მოყოლებულია, ეს რა თქმა უნდა ძალიან ტრაუმული ადამიანები არიან. ამ ადამიანებს აქვთ ძალიან დიდი შიმშილი ემოციური და ეს ადამიანები მათი სტრუქტურა ჩამოყალიბდა შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით. ანუ ემოციური ლაბილურობა, საერთოდ ვერ პროექცია საკუთარ თავზე ვერ აკეთებენ. ანუ სტრუქტურირება აქვთ, თვითონ თავის თავზე ხედვა აქვთ გამჭვირვალე. მათ ჭირდებათ როგორც აი სიმბიოზური ურთიერთობისთვის ვიღაცა, ვისშიც სარკულად თავის თავს ასახავენ. ამიტომ აქედან გამომდინარე ყველაზე დამანგრეველი ამ ადამიანებისთვის ის არის, რომ არიან ძალიან ემოციურად დამოკიდებულები სხვაზე. ანუ მათი ბედნიერების თუ კარგად ყოფნის 100% დამოკიდებულია სხვაზე. ეს საშინელებაა. მუდმივად არიან მიტოვების შიშში. ეს კიდევ უფრო სხვა სიმპტომატოლოგია წამოვიდა და რაც ძალიან საყურადღებოა ესეთ ადამიანებში, ამის მიუხედავად ისინი სტაბილურად თუ არასტაბილურად, ესეც ხო ძალიან ფართობითია სტაბილურობა. მათი მექანიზმი არის თვითდესტრუქცია. მათი მექანიზმი არის წესი თუ არის, რომ იქით არ უნდა შეხვიდე, იმიტომ რომ ამის იქით საფრთხეში ხარ, აუცილებლად უნდა გამოცადონ ეს. აუცილებლად თითქოს ჭირდებათ ამ ადამიანებს, რომ ფსკერამდე ჩავიდნენ, იმისთვის, რომ მერე რაღაც მომენტში ფეხი დაარტყან ამ ფსკერს და ამოვიდნენ. თუმცა ყველაზე დიდი ხაფანგი აქ ის არის, რომ ფსკერის შეგრძნება ძალიან სუბიექტურია. ვისთვის რა არის ის ბოლო, რომ უკვე უნდა ამოვიდეს და
ხშირ შემთხვევაში თუ არ არის აქ ჩართული მენტალური ჯანმრთელობის რაღაცა მხარდამჭერი ჯგუფი, ხშირ შემთხვევაში ეს ფსკერი ხდება ჰორიზონტივით უკვე, ანუ რომ უახლოვდები და იწევს შორს. და ანუ ეს თვითგანადგურება არის ძალიან დიდი რისკი ამ შემთხვევაში. გამწვავების მომენტებში, ანუ შესაძლებელია რომ მოგვცეს აბსოლუტურად ფსიქოზური სიმპტომატოლოგია, პარანოიდული აზრები, დისოციაცია, თუმცა ეს მკურნალობის შემდეგ თითქოს ლაგდება, თითქოს არაფერი აღარ არის, მაგრამ რისკი იმისი, რომ აი ამ დინამიკაში შევიდნენ, რა თქმა უნდა, შემდეგ გამწვავებასაც შესაძლებელია რომ მოყვეს. და რა არის ის ტრაუმა, აი თქვენ მიტოვება ახსენეთ, რომელიც ამას იწვევს ძირითადად. შეგვიძლია ესე ვთქვათ, ეს რაღაც ანაბეჭდია ადამიანზე, რომელიც გარკვეული ტიპის ქცევის რეპერტუარს მორგების მექანიზმად იყენებს, ანუ როგორ მოერგოს ამ სამყაროს, ხო? და ეს არის მისი არაადაპტური მორგება. მე ესე ვიტყოდი, თითქოს სხვანაირად მას არ შეუძლია. ნახეთ, ძალიან საინტერესო განმარტება ახსენეთ და აი მეც ესეთი ასოციაციურად ესეთი შთაბეჭდილება და ესეთი ასოციაცია წამოვიდა, რომ ეს ადამიანები ვერ ადაპტირდებიან, ანუ ადაპტირდებიან ფასადურად, მაგრამ ემოციურად აქვს შეგრძნება, რომ სადღაც არიან ზედმეტი, რომ მათი ადგილი არ არის, რომ სხვები ემოციურად მათ ადგილს არ აძლევენ, ან თუ აძლევენ, უნდა გადაიხადონ დიდი ფასი, ანუ იყვნენ ისეთები, როგორიც უნდა სხვას, იმიტომ რომ თვითონ არ იციან როგორები არიან. სხვაშეს მათ აქვთ ემპათიის პრობლემაც, მათ ძალიან უჭირთ დაინახონ სხვისი პრობლემა და სხვისი გაჭირვება. ესეც მათთვის რაღაცა წითელ ხაზად მოყვება, მათთვის დამახასიათებელია. ან განსაკუთრებით ამას ვერ ხედავენ, როდესაც არის რაღაცა გამწვავებული მდგომარეობა. თქვენ ახსენეთ ფსიქოტური სიმპტომატიკა და ნევროტული. რას გულისხმობთ აი ამ ფსიქოტურში და ამ ნევროტულში? ანუ ნევროტული სიმპტომატოლოგიის გამწვავება არის, ვთქვათ, ეს რაც ნევროზულ ადამიანებში ხშირად გვხვდება, დეპრესიულობა, ფობიები, ისტერიულობა, უფრო ხშირად ერთი წესი არ არსებობს, მაგრამ უფრო ხშირად, რა თქმა უნდა, უფრო ისტერიულობის გამწვავებისკენ მიდის ეს ბორდერლაინი, მაგრამ ხშირად არის ასევე ფსიქოტური გამწვავება, ეს დისოციაცია, ჰალუცინაციები იმდენად ხშირად არ არის, მაგრამ პარანოიდული ფიქრები. ანუ იმიტომ ვთქვით, რომ ისტერია გამწვავებაში და პარანოია რაღაც მომენტში ერთ სიმპტომატოლოგიას იძლევა. უბრალოდ იქ კრიტიკა შენარჩუნებული, აქ უკვე კრიტიკა აღარ არის შენარჩუნებული. და ამ შემთხვევაში აუცილებლად ესაჭიროება ფარმაკოთერაპია და რა თქმა უნდა ფსიქოთერაპია იმისთვის, რომ ააშენოს თავისი თავიდან, იმისთვის, რომ იპოვოს მოდელი საინვესტიციო და ამ შემთხვევაში, ბორდერლაინის შემთხვევაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თვითონ თერაპევტს როგორც პიროვნებას. რამდენად ნახავს ამ თერაპევტში, ხო გითხარით, სარკულად პროექციას გააკეთებს და ექნება მოდელი. თითქოს ჩვენ ხო ბავშვობიდან გვყავს ჩვენი მოდელი. ანუ როგორც ვაწყობთ ჩვენ თავს და როგორც ხშირად არის, ყველაზე ხშირად ეს არის მშობლები ჩვენი მოდელი, ხო? მათ არ აქვთ ეს მოდელი, მათ ვერ გააკეთეს იდენტიფიკაცია საკუთარი თავის ამა თუ იმ მიზეზების გამო მშობლებში და ამიტომ არიან აბსოლუტურად თითქოს პატარა ნავი რო წარმოიდგინოთ შტორმის დროს ოკეანეში, ანუ საითაც აი ეს ემოციური ქარიშხალი ათამაშებს აი ზუსტად ესე, როგორც აი პატარა ნავს, რომელსაც არანაირი საყრდენი არ აქვს და მისი ღუზა არ ეყოფა იქ გასაჩერებლად. მადლობა, თქვენ ახსენეთ ისტერია. არის ეს ერთ-ერთი კლასტერი მოსაზღვრე მდგომარეობის, იგივე ნარცისიზმი, იგივე ვთქვათ, იგივე შეიძლება დეპრესიაც. ოღონდ შემთხვევაში გარკვეული ტიპის გადახედვების შედეგად, როდესაც ხდება მათი კლასიფიკაცია,
საკმაოდ დიდი ადგილი უჭერს ნარცისიზმს აქვს და ისტერიულობას. აი, ამასთან დაკავშირებით რა შეგიძლიათ თქვათ, რომ გამოვყოთ, ვინ არიან ნარცისები? ნარცისიზმი, ეგოცენტრულობა ეს არ ნიშნავს, რომ უკვე ნარცისია. და აი ამ ჩვენ შემთხვევაში, რაზეც საუბრობთ, ნახეთ, არ ვიცით რატო. ერთ-ერთ მომენტში ბავშვობაში რაღაცა ამ ადამიანებს დაატყდა თავზე ემოციურად, სუბიექტური აღქმით, რა თქმა უნდა. და იმდენად სწრაფად მოხდა, ან იმდენად პატარები იყვნენ, რომ ამის ვერბალიზაცია ვერ მოხდა. ამაზე სიტყვა ვერ დაიდო. ამიტომ ამ შეგრძნებით მოდიან და წარმოდგენა არ აქვთ, რატომ დაემართათ ეს. რომ წარმოიდგინოთ ეგო როგორც ორგანო, კონკრეტული ორგანო და წარმოიდგინოთ, რომ დაიჭრა ეგო. ანუ მათი ეგო არის მუდმივად სისხლდენი, ჰემორაგიული. მათ სხვა ვერ იშუშებენ ამ ეგოს. მათ სჭირდებათ სხვა იმისთვის, რომ გაკეთდეს ეს ტამპონა და დროებით მაინც, რომ ეს სისხლდენა შეჩერდეს. ამიტომ ეს ნარცისული დინამიკა მათი ფუნქციონირების მომართულია თავისი ეგოს შენარჩუნებაზე, შემოხვევაზე და სხვა ადამიანს, როგორ გითხრათ, ხშირად, როდესაც ცუდად არიან, ეს არ არის განსჯა, ეს არ არის პეჟორატიული მათი, ეს არის ცუდად ყოფნის გამოხატულება, როდესაც ცუდად არიან, ადამიანი მის გვერდზე კარგავს ადამიანურ კრიტერიუმს. ანუ აბსოლუტურად ავიწყდებათ, რომ სხვასაც შეიძლება რაღაცა ტკიოდეს, სხვას შეიძლება რაღაცაზე დარდობდეს. ანუ ეს არის ერთეული იმისთვის, რომ მისი მთლიანობა არ დაირღვეს. ის იყოს, როგორც გითხრათ, ბინტის ნაწილი, რომელიც მის ეგოს, ამ ჰემორაგიას, ამ სისხლდენას შეუჩერებს და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულება სხვის მიმართ ძალიან ტოქსიურია. სულ მუდმივად შანტაჟში ყავთ ვიღაცა, იმიტომ რომ თვითონ აქვთ აღქმა, რომ შანტაჟში არიან ამ დამოკიდებულებიდან გამომდინარე. ხა ძალიან კარგი მეტაფორა იყო ეგოზე რო თქვით ნამდვილად, იმიტომ რომ რეალურად თქვენ ნებისმიერი დაავადების მექანიზმი ახსენით ამით. ის დაავადება არის სწორედ გადარჩენა ბჭყალებში ადამიანისთვის და ის მდგომარეობა, რაშიც ის გადადის სხვადასხვა ტიპის დარღვევების დროს, გადადის იმიტომ, რომ გადარჩეს. და ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ის კარგავს რეალობასთან კავშირს და მას უნარის სხვების დანახვის შეიძლება ნაკლებად ჰქონდეს. სხვისი არსებობა ჩვენ მასში უკვე იმდენად მოცულია თავისი ცუდად ყოფნით, რომ ადგილი აღარ აქვს სხვას. დიახ, და ეს ხდის მათ ძალიან მძიმედ საურთიერთობო მისი ოჯახის წევრებისთვის თუ მისი ახლობლებისთვის და ხშირად ესეთი ადამიანები განწირულებიც არიან მარტოობისთვის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ან ცოდნა არ ყოფნის, ან მოთმინება, ან სიყვარული. მე მგონი, უფრო სიყვარული არ ყოფნის კიდევ ყველაფერთან ერთად, რომ რაღაცა ადამიანი, აი მე მომწონს ან როჯერსი ამბობს ესეთ რამეს, რომ ადამიანი ცუდად იქცევა მაშინ, როდესაც მას ძალიან უჭირს და ცუდად იქცევა მაშინ, როდესაც მას სამყარო ოდესღაც ცუდად მოექცა. და აი ეს არის ის მისი ერთადერთი ასარკვა საკუთარი თავის და საკუთარი გამოხატულების. ამ შემთხვევაში როგორ უნდა პირველ რიგში ისტერიულებზე მინდა გითხრათ, ეს ისტერია, ანუ მართვის სტრატეგია საკუთარი თავის და სხვების კონტროლის მოთხოვნილება თავისი რაღაცა მდგომარეობით. რა არის ეს და რა შემთხვევაში შეიძლება გახდეს თვითონ ამ პიროვნებისთვის ძალიან მძიმე? ანუ ეხლავე გადავალ ისტერიაზე, უბრალოდ ეს მარტოობისთვის განწირვა ისეთი, როგორ გითხრათ, მინდა რომ ამ ადამიანებმა იცოდნენ, რომ ეს არ არის მათი გამოსავალი, რომ სხვა გამოსავალიც არსებობს, უბრალოდ ტრავმა, რომელსაც ვლაპარაკობდით, მიტოვების შიში, ეს ამეორებინებს ამას და სულ უბიძგებს მეორე ადამიანს თითქოს მიატოვოს
თითქოს და იმის მოლოდინში, რომ გამიძლებ, ხო არ მიმატოვებ. ანუ ეხლა მაინც არ მიმატოვებ და აი ეს მუდმივი გამოცდა პარტნიორის არის, რომელიც შემდეგ რაღაც მომენტში ვიღაცა ვეღარ უძლებს და ტოვებს. თუმცა ეს ძალიან მნიშვნელოვანია მათი თერაპიული მუშაობის დროს. როგორც კი თერაპევტთან რაიმე ტიპის ემოციურ კავშირს ამღარებს, იგივე აკეთებს საბოტაჟს, იმდენად ეშინია, რომ მანაც არ მიატოვოს. იმდენად ეშინია გამოჯანმრთელების, რომ გამოჯანმრთელება ნიშნავს თერაპევტთან განშორებას, რომ აქაც საბოტაჟს უკეთებს თავის თავს. რაც შეეხება ისტერიულობას. ისტერიულობა, ანუ როგორც აღნიშნეთ, ისტერიული ტიპის გამწვავება, ეს არის იმ ტიპის გამწვავებით, რასაც ისტერიას ვეძახით. ანუ აი ეს რასაც ძალიან მოახსენეთ ჰიპოკრატე, საშვილოსნო სავარდნა თავში, იმ კაცმა, იმ ჩვენ წელწაღრიცხვამდე დაიჭირა ეს მიზეზშედეგობრიობა, რომ რასთან იყო ეს მდგომარეობა კავშირში. ანუ ისტერიულობის დროს არის ზედმეტი ექსიდაცია, არა მარტო სექსუალური ენერგიის, რა თქმა უნდა სექსუალური ენერგიიდან, ანუ აღარ ხდება სუბლიმაცია ამ ენერგიის, ანუ აღარ ხდება ამ ენერგიის გარდაქმნა იმ ენერგიაში, რომელიც არის თვითგანვითარებაზე მობილიზებული, არა მარტო პროფესიულად, პიროვნულად განვითარებისთვის და ამიტომ ეს განტვირთვის გარეშე ენერგია არის ძალიან დიდი შფოთვის წყარო, რომელსაც განტვირთვა არ აქვს. ამიტომ ეს სომატიზაცია, ეს სხვასთან დამოკიდებულების შეცვლა, ეს მუდმივად ერთ დონეზე, ანუ ჩამოვარდნა არ ხდება. თუმცა ამ შემთხვევაში მარტო ეს არ არის. როცა კლასიკურად ნევროზულ ტიპებში ჩვენ ისტერიას ვხედავთ, იქ ლოგიკურად ვეძებთ რაღაცა, ვთქვათ, მომენტებს მის ცხოვრებაში, იმისთვის, რომ გააკეთოს ეს რაციონალიზაცია და ამან დააგდოს, გარდაუქმნათ ეს ენერგია რაღაცა სუბლიმაციისკენ. ამ შემთხვევაში ეს არ მუშაობს. იმიტომ რომ ამ შემთხვევაში, როგორც შტერნი ამბობდა, ჩვენ ვხედავთ ნევროზული ტიპის ადამიანს, ფიქრობს როგორც ნევროზული ტიპის ადამიანი, მაგრამ რო ვკურნალობთ, პასუხი გვაქვს როგორც ფსიქოზური ტიპის ადამიანის. ამიტომ აქ კიდევ უფრო სხვანაირი მიდგომებია საჭირო. და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მედიკამენტური მკურნალობა ალბათ არის აუცილებელი, ზუსტად, თუმცა ძალიან შესარჩევია, იმიტომ რომ მათთვისაც მედიკამენტი ხშირად მიუღებელია ხოლმე, იმიტომ რომ თვლიან, რომ არც არაფერი არ ჭირს. რადგანაც არ ხდება გაცნობიერება, არ ხდება დანახვა და აი ამ ყველა პლასტის, ვთქვათ, გააზრება, იმიტომ რომ ადამიანი ზოგჯერ აი მეტაფორულად რაღაც ხანდახან მგონია, რომ აი ხახვი თუ კომბოსტო რო იფცქვნიებს რაღაც ერთი ემოცია, ერთი რაღაც სხვადასხვა მიზეზშედეგობრივი კავშირები და სულ კომპენსატორული მექანიზმები, სულ გადარჩენა მორგება, როგორმე გადავრჩეთ, როგორმე და ეს გადარჩენა ზოგჯერ არის, რა თქმა უნდა, ბუნებაში მუშაობს როგორც თვითდესტრუქცია და როგორც აუტოიმუნური რაღაც საკუთარი თავის მიმართული აგრესია. და ითქვერა ძანეთ სუბლიმაცია ვეღარ ხერხდება. ეს არის სწორედ ის იმხელა ენერგია, რომელიც ანგრევს ადამიანს, იმიტომ რომ მან ვერ ნახა კალაპოტი ამისთვის, ვერსად გარეთ რო გამოეტანა. ეს ნებისმიერ ან საქმიანობაში თუ რაღაც მისთვის სასარგებლოდ და ურთიერთობისთვის. და ამ ადამიანებთანაც, რა თქმა უნდა, ურთიერთობა მარტივი არ არის. ისინი საკუთარ თავთანაც ვერ ურთიერთობენ მარტივად და შესაბამისად სამყაროსთანაც. აი თქვენ ახსენეთ დეპრესიაც და რამდენად შეიძლება რომ დეპრესიულობა ხასიათის ეს ხაზი იყოს წამყვანი მოსაზღვრე მდგომარეობაში? შეძლებით, რა თქმა უნდა, შეიძლება. დეპრესიულობაც არის, ხშირად არის, უბრალოდ დეპრესიულობა იქ მოყვება ხშირად რაღაცა ეპიზოდს კიდე. ამიტომ არის რომ დიფერენცირებული დიაგნოზის
დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და პირველი რასთანაც ვაკეთებ ტიპ დიაგნოსტიკას, ეს არის ბიპოლარული აშლილობა, იმიტომ რომ ეს ექსიტაცია, რომელიც იცვლება დეპრესიით, თუმცა ამ შემთხვევაში ციკლურობა არ არის. ამ შემთხვევაში განსხვავებით, თქვათ, ბიპოლარობისგან ეს არის მოულოდნელი, თქვათ, როგორ გიხართ, უფრო პოსტფსიქოზურ დეპრესიას უფრო გავს, გამწვავ უნიპოლარულია უფრო. უნიპოლარულიც, ან იმდენად აქ არ არის ორი პოლუსი, ან ერთი პოლუსი. აქ არის 195 პოლუსი. როდესაც მწვავდება, ხო გეუბნებით, ქამელეონივით, ნებისმიერი ფსიქოზური ან ნევროზული რეგისტრის გამწვავების კლინიკური სურათი შეიძლება მოგცეს. ამიტომაც არის, რომ თუ თქვათ, დროის მოკლე მონაკვეთში ვხედავთ ესეთ ადამიანებს, რა თქმა უნდა, გვაძლევს ისეთ შთაბეჭდილებას, რომ აქ ხო არ არის, თქვათ, ბიპოლარობა, მაგრამ აქ უკვე ანამნეზი, აქ უკვე მისი პიროვნული მახასიათებლები, აქ უკვე მისი ტრავმები, ეს არის და დროში გაწელილი მონიტორინგი თუ დაკვირვება. ამ შემთხვევაში თქვენ ახსენეთ მედიკამენტოზური მკურნალობა. არ არსებობს მედიკამენტოზური მკურნალობა ბორდერლაინის სამკურნალოდ. ბორდერლაინის სამკურნალოდ მედიკამენტოზური მკურნალობა ერთვება, როდესაც არის გამწვავება, რა თქმა უნდა. მაგრამ ძირითადი მკურნალობა ეს არის ფსიქოთერაპია. რომ თავიდან თავისი თავი ააწყონ ამ ადამიანებმა, რომ მომართულები არ იყვნენ თვით დესტრუქციაზე. ეს ანუ ნახეთ, დაახლოებით რა წარმოიდგინონ ადამიანებმა, ვინც გვისმენენ. ის აი რო წარმოიდგინონ გართულებული თინეიჯერობა, რომელიც მართლდება თინეიჯერობის ასაკით, მაგრამ იგივე სიმპტომატოლოგიას დასრულობაში ეს არის ბორდერლაინი. მადლობა. და არიან ადამიანები ესეთი ხასიათით, ბავშვობიდან განრიდებულია აბსოლუტურად, ვერ ახერხებს კომუნიკაციას და ხშირად მშობლები ამბობენ, რომ ესეთი იყო ყოველთვის ბაღში, სკოლაში, უცნაური კონტაქტში არ შედის, ვერ შედის, არ შედის, არ უნდა, თუ არ შეუძლია, თუ იძახის, საერთოდ არაფერს არ ამბობს, არც ემოციები აქვს. ვერ ხვდება მშობელი, ეს დათრგუნულია თუ რაღაც სარიელია თუ რა არის და ძალიან ხშირად უკვე გარდატეხის ასაკში ეს კიდევ უფრო მწვავდება და თქვენ როგორ ბრძანეთ, მე შეიძლება გადავადებული გარდატეხის ასაკის და გახანგრძლივული ეს მდგომარეობაც დაუდგეს. აი ესეთ ადამიანებთან როგორ მუშაობთ, რომელიც ვერ ახერხებს კონტაქტს საერთოდ? ნახეთ, ეს ბორდერლაინი პირიქით. ბორდერლაინიც ბავშვობა ძალიან ემოციურად დატვირთულია, მოდებულია, ბევრი მეგობრები ყავს, თუმცა ამოიჩემებს ერთ მეგობარს ბავშვობაში და როგორც კი მესამე გაჩნდება, მაშინ იწყება დრამა, მაშინ იწყება ეჭვიანობა. ბორდერლაინი პირიქით არის ეს, თუ ეძებს ობიექტს რომ გააკეთოს, ანუ ფუნქციონირება რა არის, ფლობდეს და აკონტროლებდეს. ანუ ტრიოს ვერ იტანს. 4-ში უფრო კარგად არის, იმიტომ რომ იქ სადღაც კიდე ამოერჩევს 2-2-ზე ესე. და ამ შემთხვევაში ეს რაც თქვათ, რა სურათიც ეხლა შემოგთავაზეთ, თქვა ეს უფრო ბორდერლაინისკენ არ წავალთ. ანუ ბავშვებს რო უყურებთ, რომლებიც ესეთები არ არის. ძალიან ძნელია ესე თქმა, მაგრამ ბავშვს, რომელსაც აქვს ემოციური პრობლემა, რომელსაც აქვს კონტაქტის ხარისხი არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს, ვერ ამყარებს მეებს, რა ქვია, აი როგორ გიხართ, ბადესავით ვერ გააბავს რაღაცას, რომ თავისი ადგილი იპოვოს, არის ჩაკეტილი, არ აქვს ინტერესები, შეზღუდული აქვს, იმიტომ რომ ინტერესები ვისაც აქვს დიდი, იმასთან კონტაქტის დაუმყარებლობა არ არის, იმ დადიან 1000 წრეზე, იმიტომ რომ თვითონ უნდათ. ან აქვს ერთი ამოჩემებული ინტერესი, რომელიც ძირითადად სოლო ინტერესი, ანუ გაზიარება არ ხდება და თუ ეს კიდე დამძიმდა თინეიჯერობაში,
ეს ძალიან მიჭირს ესე პირად თქმა, მაგრამ როგორც წესი უფრო ფსიქოზისკენ მიდის. ანუ უფრო ფსიქოზური სიმპტომატიკა წარმოაქვს. აი ესეთი ბავშვები და მით უმეტეს ამ შემთხვევაში თუ ქცევაც არეულია, ესეთი დიაგნოსტიკა აღარ არის, თუმცა ფსიქიატრიაში ძალიან ესეთი სალაპარაკოდ და საფიქრებლად ძალიან მნიშვნელოვანია ინფანტილური ფსიქოზიც კი ქვია ამას. ამიტომ თავიდანვე ვხედავთ, რომ ფსიქოსტრუქტურა, არქიტექტურა ფსიქიკის არ არის ნევროტული, როგორც უმრავლესობა ადამიანების განსხვავებულია და აქ მნიშვნელოვანია, რომ თავიდანვე ჩავერთოთ, რა თქმა უნდა, ფსიქიატრია, ყველაფერი რაც ფსიქიკას ეხება, ყველაფერი რამაც შემდეგ უნდა განაპირობოს ადამიანის ცხოვრების ხარისხი. ის ყველაფერი, რაც ყველა მშობლის შიშია, რომ ჩემს გარეშე და ისე დავდოვო, რომ ჩემს გარეშე თავი გაიტანოს, ეს ყველაფერი იმსახურებს პრევენციას. ეს ყველაფერი სანამ გატყდება მანამდე, ყოველ შემთხვევაში უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ან არ გამტყდარიყო, ან წრევას დიდი დაზიანება არ მოყოლიყო, თუმცა ეს არის ჩვენი მცდელობა, ეს აბსოლუტურად არ გამორიცხავს ამას, მაგრამ რა თქმა უნდა, წინასწარ რაღაცეების ფიქრი, განსაზღვრა და შემზადება ბევრად უფრო მომგებიანია. გეთანხმებით ნამდვილად და დღეს არის ძალიან გავრცელებული თვითდაზიანება მოზარდებში და ბავშვებში უფრო 11-12 წლიდან. ხანდახან ძნელია გაარკვიო ეს. რაღაცა მოდაშია ეს, იმიტომ რომ სხვებიც იკეთებენ, იმიტომ რომ უნდა ყურადღება მიიქციოს, მაგრამ ისერავს ხელებს და ფეხებს ხშირ შემთხვევაში და ერთადერთი გამკლავება ხდება ეს. ეს რისი წინაპირობა შეიძლება იყოს? აი ნახეთ, თუ თინეიჯერო, იმიტომაც ნახეთ ძალიან ძნელია ამ შემთხვევაში მშობლების დარწმუნება, რომ ეს ბავშვები ცუდად არიან. ეს ბავშვები ძალიან ცუდად არიან. შეიძლება იდეურად ვიღაცასთან დაინახა, მაგრამ ლაღი და ბედნიერი ბავშვი თავს არ დგენს. ანუ შეიძლება მიმეტიზმი იყო ფორმის და გამოხატულების, როგორ განთავისუფლდეს ამ ცუდად ყოფნიდან, მაგრამ ერთია, რომ მასე სჭირდებოდა. თუმცა თინეიჯერობაში ამის მოგვარება, ჩარევა, ამ მექანიზმებისგან განთავისუფლება, გაცნობიერება, ვერბალიზაცია და აქ მომთავრება არაფერზე არ მივა. ეს თინეიჯერობაში იმპულსურობა, რომელიც არის დიდი, ეს ამართლებს ამ ქცევას. თუმცა რატო უნდა მოგვარდეს ეს ყველაფერი? იმიტომ რომ დასრულობაში ეს ბორდერლაინია. დასრულობაში თვითდაზიანებას, დასრულობაში კვებითი აშლილობას, დასრულობაში დამოკიდებულება ალკოჰოლზე თუ სხვა ტოქსიურ ნივთიერებაზე, დასრულობაში არაჯანსაღი სექსუალური ცხოვრება, სადაც არანაირად არ არის გათვლილი მისი უსაფრთხოებაც კი. ეს ყველაფერი არის ბორდერლაინი. Ναι. და სწორედ ეგ არის, რომ ხშირ შემთხვევაში შეიძლება უყურებთ ამას რაღაცნაირად მოთმინებით და დაკვირვებით, სად შეიძლება წავიდეს, თუმცა ინტერვენცია საჭიროა. ინტერვენცია საჭიროა აუცილებლად ადამიანური იქ რაღაცის შეცვლა, ურთიერთობების და თერაპიაზე სიარული ამ ბავშვების, ამ მოზარდების, იმიტომ რომ ეს არის რაღაცნაირი განგაში, უკვე რომელიც ხილულია, ჩვენ რა ბევრ ამას ვერ ვხედავთ, ვერც ვამჩნევთ, ზოგჯერ ყველაზე გვიან ხედავს მშობელი საკუთარ შვილის პრობლემას. ან ხედავს და არ უნდა დაინახოს კი. არ შეუძლია ამასთან გამკლავება და თქოს თუ შეიძლება ამას ამართლებდეს, ვამართლებდეთ ჩვენ, რომ ეს არის გარდატეხისასა კიდე გადაუვლის. აუცილებლად უმეტეს შემთხვევაში გადაუვლის, მაგრამ რაღაცა არ გადაივლის. ჯობია ტყილა მიიყვანოს თერაპევტთან, ვიდრე როგორც წესი, ნახეთ, შფოთვა და იმპულსურობა არის ესეთი ძალიან ფეთქებადი ორი ერთად. თინეიჯერებს აქვთ ეს და ეს პერიოდი იმპულსურობის, ეს ფიზიოლოგიურია, თუმცა როცა დიდი შფოთვაა, მაშინ აბსოლუტურად დღეს რო რაღაცას თვითონაც არ ფიქრობს, გაუთვლელია. მეორე
წუთას მეგობარმა რო არ უპასუხოს, ის შეიძლება გახდეს მიზეზი თვით დაზიანების. ამიტომაც იმპულსურობის მართვა უნდა იყოს. მთელი პრობლემა ბორდერლაინის რა არის, რომ არანაირი იმპულსურობის, არანაირი ფრუსტრაციის შიგნით მონელება ვერ ხდება. ეს ყველაფერი უნდა გამოვიდეს. ეს ყველაფერი რაღაცა იმ წამში უნდა მოგვარდეს, როგორც თინეიჯერებში. ამიტომ ნახეთ, შფოთვა როგორც წესი არ არის ფსიქიკის პრობლემა. შფოთვა არის ფსიქიკის გამოსავალი, იმიტომ რომ ებრძვის დეპრესიას. და ამიტომ, როდესაც ისეთ თინეიჯერი შფოთვასთან გამკლავების გზად, აი ამ ფიზიკურ ტკივილზე ორიენტირებას იყენებს, ესე იგი რომ დაიღლება, იქ დეპრესია უცებად წამოვა. ამიტომ არის რომ, ამიტომ ვამბობ, რომ რაც არ უნდა იყოს, თან ესეთი ბავშვები როგორც წესი, ისევე როგორც ბორდერლაინი, ინტელექტუალურად ძალიან კარგად არიან. ანუ აი ეს არის ძნელი დასაჯერებელი მშობლისთვის, რომ კარგად სწავლობს და ის იმას, მაგრამ ფაქტია, რომ ბედნიერი არ არის ეს ბავშვი. ანუ ათვლის წერტილი ეს არის. და ჩვენ რაღაც ლოგიკურად მივდივართ აი ამ ცხოვრების ხარისხთან, რომელიც აუცილებლად გასათვალისწინებელია, მაგრამ მანამდე მაგ კიდევ ერთი ესეთი კითხვა თქვენთან. არსებობენ ანტისოციალური ტიპები, ასოციალები, ანტისოციალები, რომელთა დიდი ნაწილი ცხოვრების დიდ პერიოდს ატარებს ციხეში, იმის გამო, რომ რაღაც აი ამ იმპულსების გაკონტროლება ვერ ხერხდება და მათი ქცევა არის სოციუმისთვის სრულიად მეუღებელი, ძალიან დიდი აგრესია აქვთ. არსებობს კვლევები, რომ ამ ადამიანებს ნაკლებად ახლა ტკივილის გაზომვა ხო ეს ძალიან სუბიექტურია, ვის უფრო მეტად ტკივა, მაგრამ ტკივილის რეცეპტორები აქვთ უფრო ნაკლები, მაგალითად კანზე და შესაბამისად უფრო მეტად იტანენ ტკივილს, აი შეუძლიათ ჭამონ ჭიქა, ან თქო გაიყარონ ლურსმანი, ან რაღაცა შეიკერონ ხელი, ან გაიკერონ რაღაც მსგავსი რაღაცები და ესეთი რაღაცები ხა მე ციხეში რომ მუშაობდი, იქ ბევრი იყო ესეთი ადამიანი, რომელიც ერთის ხრივ ეპატაჟურ ქცევას, მეორეს ხრივ რაღაც აუტოაგრესიულს და ზოგჯერ იყო იმ საზოგადოებისთვის სრულიად გაუგებარს. და ეს ანტისოციალები ადამიანები, რომლებიც შეიძლება საშიშიც იყვნენ სოციუმისთვის და საკუთარი თავისთვის, აი როგორ ვიქცევით ამ დროს იგივე. ნახეთ, აი სოციოპათია, ფსიქოპათია, რაც თქვით, ეს დემონსტრაციული საკუთარ თავზე და ტკივილის არ შეგრძნება, ეს ფაქტიურად იმას არავერბალური გზავნილია, რომ გითხრას, რომ მე თუ არ მტკივა და მე ჩემ თავს თუ ამას ვუკეთებ, ეს მუქარაა, შენ წარმოგიდგენია რას გიზავ. მაგრამ ესეთი ადამიანები, ნახეთ, სოციო არის რაღაცა ბევრი მენტალური ჯანმრთელობის მდგომარეობა, ცუდადყოფნა, ავადყოფნა, რომელსაც რაც არ უნდა ცუდი რაღაცა გააკეთოს, თქვა და ამ მომენტში ჩვენ ვამბობთ, რომ ის ცუდად იყო, ის არ იყო თავის აქტზე პასუხისმგებელი და ამიტომ მას დასჯა კი არ ჭირდება, მკურნალობა ჭირდება. აი ეს კატეგორია, რომელიც თქვენ თქვით, ეს არის კატეგორია, რომელსაც ჭირდება დასჯა. იმიტომ რომ სამწუხაროდ, ანუ ნახეთ, ესეთი გარეგნულად რომ ვიღაცა გამოვიდა და აშავა შებრუნდა ციხეში, გამოვიდა, ეს ყველა არ არის სოციოპათი და ფსიქოპათი. ეს ადამიანებიც არიან გაჭირვებიდან გამომდინარე, მის პიროვნული გაჭირვებიდან და ამიტომ ესეთ ადამიანებს რა თქმა უნდა მხარდაჭერა და პრევენცია ჭირდებათ, რომ იგივე არ გააკეთონ და შეთავაზება აქ უკვე სოციალურ სამსახურს, სახელმწიფო ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რა შესთავაზებს ალტერნატივას ციხის გარეთ, რომ არჩევანი ქონდეს, მაგრამ ის ადამიანები, რაც თქვენ აღწერეთ ესეთი დემონსტრაციულად იმ ადამიანებთან სამწუხაროდ, როგორ გითხრათ, კანონი, რაღაცა უფრო ძლიერი თუ არ ჩაერთო, გამოკეთებული ფსიქოპათი, არ ვიცი, ვინმეს თუ უნახია. და იგივე ვთქვათ სერიული მკვლელები, მე მქონია ურთიერთობა იგივე სპეციალისტებთან და რაღაცა რომლებიც მუშაობენ სერიულ მკვლელებთან და უმუშავიათ ეს არა საქართველოში, იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებში, შეიძლება ჩვენთანაც არის, მაგრამ მე არ ვიცნობ ეგეთ სპეციალისტს.
და მათთვის ეს რაღაცა ძალიან დიდი გამოწვევაა, იმიტომ რომ რაღაცა ბავშვობიდან შეიძლება იწყება როგორ სიამოვნების მიღება, როგორ კლავს ან ასახიჩრებს ვიღაცას. ცხოველებს, აი ესე იწყება. ცხოველებს და იგივე ადამიანებსაც, იგივე ნახატი, როგორ დაჭრის თავს, როგორ მოდის სისხლი და როგორ წარმოიდგენენ. და ეს რა ამ დროს მშობელი, რა თქმა უნდა, ძალიან სასოწარკვეთილებაში ვარდება, როდესაც თუნდაც ნაწერებს ან ნახატებს ბავშვის და მოზარდის ხედავს ასეც. აქაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეიძლება ეს გადაუვლის, ხო, პირობითად მეტნაკლებად. იმედი გვაქვს, მაგრამ რა დროს უნდა მოხდეს ინტერვენცია და რა საშუალებით? იმედი გვაქვს, რომ გადაუვლის. თუ ბავშვობიდან ესეთი რაღაცა აღინიშნება და ამასთანავე აი ეს სოციუმთან ინტეგრაციის ძალიან დიდი პრობლემა აქვს, გადაუვლის არ ნიშნავს, რომ მისი ფსიქიკა გაჯანსაღდება. ჩვენ ამ დროს ნახეთ არის შიზოფრენიის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც იძლევა ფსევდოფსიქოპათიის ნიშნებს. ეს არის სამწუხაროდ ყველაზე კარგი გამოსავალი, იმიტომ რომ ეს ამის მკურნალობა არსებობს. ეს როდესაც სტაბილიზებულია, ადამიანები ჩვეულებრივად ფუნქციონირებენ და აქვთ ცხოვრება. მაგრამ გადაუვლის თუ ეს არის ის, რაზეც ჩვენ ვლაპარაკობთ, მაშინ ნახეთ ისეთ ქვეყნებში, სადაც ჰუმანურ თუ არახუმანურ ქვეყნებში არ გულისხმობ ჩრდილოეთ კორეას და ჩინეთს, მაგრამ განვითარებულ ქვეყნებში არის ესეთი სასჯელის უმაღლესი ფორმა, მთელი ცხოვრება, რო ციხეში უნდა იყოს. რატო იფიქრეს ეს? რატო წამოვიდა ეს აზრი? იმიტომ რომ იციან, რომ ყველა შემთხვევაში ეს თავისუფალ გარემოში თავის იმპულსებს ვერ გაუძლებს. უნდა იყოს ისეთ მკურნალობაზე, რომ საერთოდ, რა ვიცი, ფეხებს ხო არ მოვაჭრეთ, რომ გასვლის თავი არ ქონდეს. რეალურად ამ შემთხვევაში სერიული მკვლელები, რომლებსაც არანაირი ეს არ აქვთ კრიტიკა, არანაირი სინანული არ აქვთ, რაც გააკეთეს, რომელსაც ეს როგორც სიამოვნების აქტი ისე აქვთ, ძალიან ცუდია ეს, ძალიან ცოდოები არიან. ეს არ ნიშნავს, რომ დიდი გავიშვიროთ, რომ ცუდი ადამიანი კი არა, ცუდად არის და მას არაფერი დაუშავებია ამისთვის, ესეთია. უბრალოდ ესეთი რო არის და ახსნადი რო არის, ეს არ ნიშნავს, რომ ვიღაცას ნაკლებად ეთქინება მისი, თქვათ, სასატანია საზოგადოებისთვის. და არც არის საზოგადოება მზად რამე აიტანოს, მით უმეტეს დღეს საკმაოდ დიდი აგრესია ზოგადად სოციუმში ისედაც და მით უმეტეს ახლა მსგავსი რამ. რა თქმა უნდა, მათ იზოლაცია და მუდმივი მონიტორინგი ჭირდებათ. ძალიან საინტერესოა თქვენთან საუბარი, იმიტომ რომ ცოტა სხვა რაკურსით დამანახეთ ბევრი რამე და ეს ჩემთვისაც ძალიან დიდი გამოწვევა დღეს და მაინტერესებს ყოველივე იმის მერე, რაც შეიძლება აი ამ პალიტრაში, რასაც ფსიქიკური ჯანმრთელობა ქვია და აი ამ ველში ადამიანმა მოახერხოს აი დღეს ძალიან გავრცელებული ეს well-being-ი, ცხოვრების მაღალი ხარისხი, რამდენად შეიძლება ამაზე ზრუნვა და რამდენად შესაძლებელია ეს, რომ სხვადასხვა დიაგნოზების დროს ადამიანის ცხოვრების ხარისხი იყოს მაღალი ან ისეთი ჰარმონიულად ცხოვრობდეს ამ სამყაროში. გარდა იმ რაღაცა ექსტრემალური მდგომარეობისა, რაზეც ჩვენ ვაპარაკეთ, დანარჩენი ყველა დიაგნოზით შეიძლება, რომ თითქმის ადამიანმა იცხოვროს ხარისხიანად. ადამიანმა ჰქონდეს მიზნები, ოცნებები, გვერდზე ყავდეს ადამიანები, რომლებსაც უყვართ და რომლებიც უყვარს. უბრალოდ ამიტომ არის რომ ვამბობთ, რომ ეს არ უნდა აშინებდეს, რა თქმა უნდა, არ უნდა აშინებდეს, ისე გამომივიდა, მაგრამ რომც აშინებდეს ადამიანს. გამოსავალი არსებობს, უბრალოდ უნდა თქვან, როგორც თავის ტკივილის დროს, როგორც კუჭის ტკივილის დროს, იმიტომ რომ თუ ამას არ მიაქცევენ ყურადღებას, დამერწმუნეთ გული და კუჭი ჯანმრთელი კარგავს თავის ფასს, იმიტომ რომ შემდეგ უკვე სხვა ხარისხობრივად არის ეს ადამიანები, ნახეთ
წავიდეთ პრინციპით, რომ ჩვენი ყოფნა ამ ცხოვრებაში რა აზრს თუ მივცემთ, ეს არ არის რომ შევდგეთ როგორც პროფესიონალი. ყოველ შემთხვევაში ეს უკვე ჩემი სუბიექტური აზრი, ეს არ არის შევდგეთ როგორც რაღაცა მსუყე ადამიანები, რომლებსაც აქვს შემოსავალი. ყველაზე დიდი მისია ალბათ, რაც გვაქვს ჩვენ ამ ცხოვრებაში, ეს არის შევდგეთ როგორც ადამიანები. და ამისთვის სულ რაღაცა გამოწვევებში, სულ არჩევნებში ვართ, რა სწორია, რა არასწორია და რა არის უკეთესი ჩემთვის. რა გამზრდის პიროვნულად. ანუ ესეთი ადამიანები, რა თქმა უნდა დახმარებით, მაგრამ აუცილებლად შედგებიან როგორც ადამიანები, ამისთვის უბრალოდ უნდა გაბედონ, რომ იმართონ და ითხოვონ დახმარება. და სხვათა შორის მე ხშირად ჩვენ ადრეც, როდესაც ანტინარკოტიკული ცენტრი გქონდა და ახლაც ხშირად თანამშრომლობთ მოძღვრებთან და რადგანაც ჩემი აზრით ადამიანი 4 განზომილებიანია, ბიოფსიქოსოციალური და სულიერი, აი სულიერი, რომელიც ძალიან ახლოა ფსიქიკასთან და იგივე ფსიქიატრია და დღევანდელი დინამიური ფსიქიატრია რაღაცნაირად უახლოვდება კიდევაც არა სუბსტრატზე დაფუძნებული, არამედ დინამიური მიდგომები უახლოვდება რაღაც რელიგიური მიდგომებს და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საკუთარ თავზე მუშაობა, აი სულისთვის სასარგებლო ინფორმაცია, იგივე ნაკლებად ტოქსიკური ურთიერთობები, გააზრება მიმღებლობა რაც არის იგივე აღსარება და ზიარება ამაში მონაწილეობა ძალიან ბევრი სასწაულის მომსწრეები ყოფილვართ ჩვენ და ვართ დღესაც როდესაც ხდება რაღაცა კომპლექსურად და რაღაც ერთიანად მიდგომა როგორც თვითონ ამ პიროვნების პირველ რიგში მისი მხარდამჭერი ჯგუფი არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მას რესურსი აღარ აქვს, ასევე ყველა დონეზე ბიოლოგიურ, ბიოსამედიცინო, ფსიქოლოგიურ, სოციალურ, ანუ ურთიერთობების დალაგება და სულიერ. და რა თქმა უნდა, ცხოვრების ხარისხიც ეს არის, რასაც მეტნაკლები ჰარმონია ამ განზომილებათა შორის, რომ ადამიანი არ არის მარტო სხეული, ან მარტო ფსიქიკა, მარტო რაღაცა ჯამი ცხვირის ხელების და ფეხების, რაღაცა საოცრება ადამიანი და მას ალბათ თვითონ უნდა იპოვოს მისია, რისთვის არის ის, რა არის მისი ინდივიდუალური საზრისი თუ მისი საზრისი ზოგადად ცხოვრებაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მე ძალიან მომწონხარ თქვენი მიდგომებით, თქვენი რაღაც აზროვნებით და დიდ წარმატებას გისურვებთ თქვენს აი ამ ძალიან საინტერესო და დიდ გზაზე, რასაც ქვია, აი ამ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. რაშიც და მადლობელი ვარ, რომ თქვენ ჩამოხვედით სამშობლოში საფრანგეთიდან და აქ დაარსეთ ეს სანამენტე და პომელი და ორივე ცენტრი ძალიან წარმატებით მუშაობს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მობრძანებისთვის, ასეთი საუბრისთვის და იმეც ვიტოვებ, რომ ჩვენი თანამშრომლობა კვლავაც გაგრძელდება. აუცილებლად. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარი იყო ფსიქიატრი, ფსიქოთერაპევტი ქალბატონი ნინო მენაღარიშვილი. კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.